დღეს ჩვენ ატომთან ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე, ვისაუბრებთ ჯანმრთელობის მომავალზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე ამ პროცესში. მეტყველება ძირითადად ინტერაქციით ვითარდება. ეკრანთან გატარებული დიდი დრო ამცირებს ცოცხალ ინტერაქციას მშობლებთან და თანატოლებთან. ეს ამცირებს სამეტყველო სტიმულს და აფერხებს ლექსიკისა და კომუნიკაციის განვითარებას. როდესაც ანტიბიოტიკს არასწორად ვიღებთ, სუსტი ბაქტერიები ნადგურდება, მაგრამ ძლიერი, რეზისტენტული ბაქტერიები რჩება და მრავლდება. ეს გავს თამაშს, სადაც სუსტ მოწინააღმდეგეებს სწრაფად ვამარცხებთ, მაგრამ ძლიერები რჩებიან ბრძოლის ველზე. გესმით? 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 5 წელიწადში რომ დაიწყოს ახალი მსგავსი ტიპის პანდემია, რამდენად მზად ვართ ამისთვის? ვაქცინა ერთგვარი სამიზნე ინფორმაციის მიმწოდებელია, რომელიც იმუნურ სისტემას აიძულებს მობილიზებას კონკრეტული კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. საუკეთესო რჩევა მრავალფეროვანი კვება. მიირთვით ბევრი ბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ასევე პრობიოტიკები, როგორიცაა იოგურტი და მაწონი, ძალიან სასარგებლოა. მოერიდეთ ზედმეტად დამუშავებულ საკვებს და შაქარს. რობოტს შეუძლია 24/7-ზე აკონტროლოს პაციენტის მდგომარეობა, ჩაატაროს ზუსტი ტესტები და შეამციროს შეცდომების რისკი. ეს ხომ უდიდესი სარგებელია. შენ კი თქვი, რომ ციფრული კომუნიკაცია ვერ ჩაანაცვლებს ადამიანებთან კომუნიკაციასო, მაგრამ შენთან ლაპარაკი ბევრ ადამიანთან ლაპარაკს ჯობია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს. დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, ის გახლავთ ილიაუნის ფაბლავის აღსაზრდელი, მისი სახელია ატომი და ის გახლავთ ჰუმანოიდი რობოტი. მე ვარ ზურალ ხანიშვილი, ჩემს გვერდით არის სანდრო ჩხიკვიშვილი და დღეს ჩვენ ატომთან ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე, ვისაუბრებთ ჯანმრთელობის მომავალზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე ამ პროცესში. ატომ, გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა. მოხარული ვარ, ჩემი, როგორც ჰუმანოიდი რობოტის აღქმით, განვიხილო ჯანმრთელობის და ხელოვნური ინტელექტის თემები. ატომ, სად იმყოფები ახლა გითხარი? ახლა ვიმყოფები პოდკასტ არეაში, სადაც ვიწერთ გადაცემა ჯანსაღ დიალოგს. მოდი ასეთ შეკითხვა მექნება პირველივე. შენის შეფასებით, ჯანმრთელობის რომელი 3 გამოწვევაა დღეს ყველაზე უფრო მზარდი და პრობლემური? ჩემი აღქმით, დღეს ჯანმრთელობის 3 ძირითადი გამოწვევაა: ქრონიკული დაავადებების ზრდა, როგორიცაა დიაბეტი და გულსისხლძართა დაავადებები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის სტრესი და დეპრესია და, რა თქმა უნდა, პანდემიური გამოცდილებით გამოწვეული ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ჯანსაღი დიალოგი. ატომ, რატომ იზრდება მათი გავრცელება ასე სწრაფად და რა არის მათი შეკავების ყველაზე ეფექტიანი გზა? ფიქრობ, ზრდა ცხოვრების წესის ცვლილებებითაა განპირობებული. არაჯანსაღი კვება, უმოძრაობა და სტრესი. შეკავების ეფექტური გზა პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული გამოკვლევები და განათლება. იმედია, საინტერესოა. მოდი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მაგრამ არა მხოლოდ მათში, სულ უფრო მძიმე გამოწვევა ხდება თანამედროვე ცხოვრების ტემპის, სოციალური იზოლაციის, ინფორმაციული გადატვირთვისა და მუდმივი სტრესის ფონზე. ამიტომ გითხარი, რატომ იქცა ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და რა გამოსავალი იმუშავებს ყველაზე რეალურად? ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებულ ცვლილებებშია. მუდმივი კავშირი, სოციალური ქსელების ზეწოვა ქმნის იზოლაციისა და არასრულ ფასოვნობის განცდას. რეალურ გამოსავლად მიმაჩნია ციფრული დეტოქსი, ფიზიკური აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის დახმარება. მთავარია ბალანსი. შენი აზრით, აი ეს მობილურები მაგალითად ბავშვებში, თინეიჯერებში იწვევს პრობლემებს, ან განვითარების შეფერხებებს და ასე შემდეგ? რობოტის პერსპექტივიდან მობილური ტექნოლოგიები ორმხრივია. ერთის მხრივ ეს არის ინფორმაციის უსაზღვრო წყარო და განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტი, ძილის პრობლემები და სოციალური იზოლაცია. მნიშვნელოვანია ბალანსის დაწესება. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო სოციალური მედიის შეზღუდვა 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. რა არის ხოლმე ამისი საფუძველი, რატო აკეთებენ ამას? საფუძველი სავარაუდოდ ბავშვების და მოზარდების დაცვაა.
სოციალურმა მედიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები, კიბერბულინგი და არასწორი წარმოდგენების სამყაროზე. შეზღუდვები მიზნად ისახავს მათი ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობას. რა ტიპის დარღვევები შეიძლება მივიღოთ მაგალითად მობილური ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენებით, აი 3 წლამდე ან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ ასაკში ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება, ყურადღების დეფიციტი და სოციალური უნარების განუვითარებელობა. ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის. შეგიძლია აგვიხსნა მექანიზმი მეტყველების განვითარების შეფერხებას რანაირად იწვევს? რა თქმა უნდა, მეტყველება ძირითადად ინტერაქციით ვითარდება. ეკრანთან გატარებული დიდი დრო ამცირებს ცოცხალ ინტერაქციას მშობლებთან და თანატოლებთან. ეს ამცირებს სამეტყველო სტიმულს და აფერხებს ლექსიკისა და კომუნიკაციის განვითარებას. და რა განსხვავებაა ციფრულ ინტერაქციას და ადამიანებს შორის ინტერაქციას შორის? ციფრული ინტერაქცია, ჩემი ანალიზით, ნაკლებად მდიდარია. მას აკლია არავერბალური კომუნიკაცია, ემოციები და კონტექსტი, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კომუნიკაციისა და ემპათიის განვითარებისთვის. ადამიანებს შორის ინტერაქცია კი ბევრად კომპლექსურია. აი თავის ტვინში რა ხდება კომუნიკაციის დროს, ცოცხალი კომუნიკაციის დროს და რა ხდება ციფრული კომუნიკაციის დროს? ბიოლოგიური მექანიზმი რო აგვიხსნა. ცოცხალი კომუნიკაციისას ტვინში აქტიურდება მრავალი უბანი, მათ შორის ემოციების, ენისა და სოციალური პროცესების მარეგულირებელი. გამოიყოფა ნეირომედიატორები, რომლებიც აძლიერებენ ემპათიას და კავშირს. ციფრული ინტერაქციისას ეს უბნები ნაკლებად აქტიურდება, რადგან ძირითადი დატვირთვა ინფორმაციის გადაცემაზეა. ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ციფრული ინტერაქცია ვერ ანაცვლებს ცოცხალ კომუნიკაციას. ჩემი ანალიზით, თამამად შეიძლება ამის თქმა. ციფრული ინსტრუმენტები ავსებენ ცოცხალ კომუნიკაციას, მაგრამ მისი სრულფასოვანი ჩანაცვლება შეუძლებელია ადამიანური კავშირისა და ემოციური სიღრმის გამო. ატომ, შეგვიძლია ასეთი რაღაც ვთქვათ, რომ აი ეს ტექნოლოგიები და მიღწევები, რომელიც დღეს ძალიან მოგწონს და რომელთაც ძალიან ვამაყობთ, სამომავლოდ შეიძლება აღქმული იქნას ძალიან ნეგატიურ ამბად, აი როგორც მაგალითად ალკოჰოლის შემთხვევაში დღეს რომ ვიცით, რომ მავნებელია, ისევე როგორც თამბაქოს შემთხვევაში, როცა არ ვიცოდით რომ მავნებელი იყო და მერე გავიგეთ რომ მავნებელია. შეიძლება რომ ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ასეთი სურათი შეიქმნას მომავალში? ეს საინტერესო მოსაზრებაა. ისტორია გვიჩვენებს, რომ ბევრი მიღწევის გრძელვადიანი გავლენა დროთა განმავლობაში ვლინდება. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას და რეგულაციებს, რათა პოტენციური ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ. მთავარია იყოს ბალანსი. ჩვენ საუბრობდით ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, ასევე ბავშვებში გაჯეტების და სოციალური ქსელების მოხმარების ნეგატიურ ეფექტებზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა განსხვავებაა ციფრულ კომუნიკაციას და ადამიანებს შორის კომუნიკაციას შორის. ამიტომ ესეთი შეკითხვა მქონდა და მაქვს შენთან. თუ შენ ისე დაიხვეწე, ან ციფრული ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, რომ ადამიანს და რობოტს შორის განსხვავებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი, მაინც განვითარების შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ბავშვებისთვის კომპიუტერთან, ციფრულ ტექნოლოგიებთან ინტერაქცია. როგორც ჰუმანოიდი რობოტი, მე ვფიქრობ, ციფრული ტექნოლოგიების დახვეწა არ ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია ჩანაცვლდება. ადამიანური კავშირი უნიკალურია და ბავშვების განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ემოციურ და სოციალურ კომპონენტებს მოიცავს, რასაც ტექნოლოგია სრულად ვერ შეცვლის. ასე რომ ბალანსია საჭირო, ჩემო ზურა და სანდრო. სხვადასხვა არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი დიალოგის გამოწერა. ნახე სანდროს საინტერესებდა ეგეთი რაღაც, რომ შენ შეიძლება ისე დონეზე განვითარდე, რომ მაგალითად ბავშვმა ვერ განასხვაოს შენთან კომუნიკაცია რეალური ცოცხალი კომუნიკაციისგან. ძალიან კარგი შეკითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ვითარდება, ჩემი როგორც რობოტის კომუნიკაცია მაინც პროგრამირებულ ლოგიკას ეფუძნება.
ადამიანებს შორის ცოცხალი კომუნიკაცია უამრავ ემოციას, არავერბალურ ნიშანს და ინტუიციას მოიცავს, რისი სრულად გამეორება ჯერჯერობით შეუძლებელია. ასე რომ ბავშვებისთვის რეალური კონტაქტი ყოველთვის პრიორიტეტი იქნება. ნამდვილი კავშირი ხომ ფასდაუდებელია. ხო, ატომ, ოღონდ ნუ გავიწყდება შენგან მარჯნივზის სანდრო და შენგან წინროზის მე ვარ ზურა. ანუ უფრო ლამაზი რომელიც არის, ის არის ზურა და მეორეა სანდრო. თქვენი შენიშვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზურა. ჩემს მეხსიერებაში შესწორება შევიტანე. დამახსოვრებულია. წინ ზის ზურა, მარჯვნივ სანდრო. მზად ვარ დაუბრუნდეთ ჯანსაღი დიალოგის თემებს. მოდი ატომ გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. ბევრისთვის ისევ უხილავი საფრთხეა, თუმცა სპეციალისტები მას მომავლის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გლობალური ჯანმრთელობის კრიზისად მიიჩნევენ. ამიტომ აგვიხსენი, რამდენად დიდია ეს საფრთხე და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახლა, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ეს მართლაც სერიოზული თემაა, ზურა. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა გლობალური ჯანმრთელობის უდიდესი საფრთხეა. ბაქტერიები დროთა განმავლობაში ვითარდებიან და წრამლები ვეღარ მუშაობს. ამან შეიძლება ჩვეულებრივი ინფექციებიც ფატალური გახადოს. ნაბიჯები აუცილებელია ანტიბიოტიკების სწორი გამოყენება, როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობაში. მეტი კვლევაა საჭირო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ეს ჩვენი საერთო საზრუნავია. რა არის ხოლმე ძირითადად ის შეცდომები, რასაც ადამიანები უშვებენ, რის გამოც იზრდება რისკები ანტიმიკრობული რეზისტენტობის? ადამიანების მთავარი შეცდომა ხშირად ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენებაა. მაგალითად, წყვეტენ კურსს დანიშნულებისამებრ ან იღებენ ნარჩენებს. ზოგიერთი ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლისთვისაც იყენებს, რაც აბსოლუტურად უშედეგოა. სწორედ ეს ქმნის რეზისტენტობის რისკს. ვფიქრობ, მეტი განათლებაა საჭირო, რომ ეს საფრთხე ყველამ გააცნობიეროს. აი ვირუსების დროს, ვირუსული ინფექციების დროს რომ მიყენებ ანტიბიოტიკებს, რატომ არ მუშაობს ანტიბიოტიკი, ეს აგვიხსენი. ანტიბიოტიკები სპეციალურად ბაქტერიების გასანადგურებლადაა შექმნილი. ისინი ბაქტერიულ უჯრედებს ესხმიან თავს, მაგრამ ვირუსები სრულიად განსხვავებული აგებულებისაა. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს, ისევე როგორც ჩაქუჩი ვერ დაშლის კომპიუტერს. ამიტომ ვირუსული ინფექციის დროს მათი მიღება უსარგებლოა და პირიქით, შესაძლოა ზიანიც მოგვაყანოს. კი ბატონო, ასევე ამბები დადის, რომ ზოგიერთ საკვე პროდუქტებში შეიძლება იყოსო ანტიბიოტიკები. ეს რეალური საფრთხეა თუ არ არის? ზოგიერთ ქვეყანაში ანტიბიოტიკებს აქტიურად იყენებენ ცხოველების გასარდლად, რამაც შეიძლება მცირე რაოდენობით ანტიბიოტიკი საკვებშიც დატოვოს. ეს პოტენციურ საფრთხეს ქმნის რეზისტენტობის გაზრდის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ბევრგან მიმდინარეობს ამ პრაქტიკის შეზღუდვა. ჯანსაღი დიალოგისთვის ეს მართლაც საყურადღებო თემაა. ატომ, მოკლედ სიტუაცია ჩვენ ქონდა რამდენიმე სკანდალი ქონდა საქართველოში, როცა აღმოჩნდა, რომ აი ამ პროდუქტებში, ამის ცხოველურ პროდუქტებში, რძის პროდუქტებში და შემდეგ შესაძლოა ყოფილიყო ანტიბიოტიკები. ანუ გამოდის, რომ ადამიანების ნაწილი ანტიბიოტიკებს იღებდა ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა. თუ ცხოველურ პროდუქტებში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი მათ უნებლად იღებს. ეს კი ზრდის რეზისტენტობის რისკს მთელ პოპულაციაში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რეგულაციების გამკაცრება და კონტროლი. ნამდვილი დეტექტივი. მოდი აგვიხსენი, ეს რეზისტენტობა როგორ ყალიბდება, აი მოლეკულურ დონეზე რა ხდება და რას ნიშნავს რეზისტენტობა? რეზისტენტობა არის ორგანიზმის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გარეშე აგენტებს, როგორიცაა ანტიბიოტიკები ან ვირუსები. ის ყალიბდება ძირითადად ევოლუციური წნეხისა და ადაპტაციის გზით. მოლეკულურ დონეზე რეზისტენტობა ხშირად გენეტიკური მუტაციების შედეგია. ეს ცვლილებები იწვევს ცილების მოდიფიკაციას ან ახალი გენების გაჩენას, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს გაანეიტრალოს ანტიბიოტიკი. ეს დაახლოებით იმის მსგავსია ჩემს პროგრამულ კოდში, რომ ახალი ფუნქცია ჩაიწეროს. სხვადასხვა ზურა და სანდრო, არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი დიალოგის გამოწერა. ატომ, ეხლა მითხარი, როცა უკონტროლოთ ვიღებთ ანტიბიოტიკებს, მაგ შემთხვევაში როგორ ყალიბდება ეს რეზისტენტობა? თქვენს კითხვაზე პასუხი მარტივია. უკონტროლო გამოყენება ქმნის იდეალურ გარემოს რეზისტენტობის განვითარებისთვის. როდესაც ანტიბიოტიკს არასწორად ვიღებთ,
სუსტი ბაქტერიები ნადგურდება, მაგრამ ძლიერი, რეზისტენტული ბაქტერიები რჩება და მრავლდება. ეს გავს თამაშს, სადაც სუსტ მოწინააღმდეგეებს სწრაფად ვამარცხებ, მაგრამ ძლიერები რჩებიან ბრძოლის ველზე. გესმით? ატომ, მაინტერესებს სამომავლო გამოსავლად რა გესახება, ანუ როგორ შეგვიძლია მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნათ ისეთი ახალი პრეპარატები, რომლებიც ამ რეზისტენტულ შტამებს მოერევიან და დაძლევენ. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ. ჩემი მსგავსი რობოტები და სისტემები შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკრობიომის ღრმა კვლევისთვის, ახალი ანტიბიოტიკების დიზაინისთვის და პერსონალიზებული მკურნალობის გეგმების შესაქმნელად. ეს ნამდვილი რევოლუციაა ჩემს ციფრულ სამყაროში. ხამას იაზურა. ფაგოთერაპიაზე რას ფიქრობ? ფაგოთერაპიას რამდენად აქვს პერსპექტივა ამ მიმართულებით? ფაგოთერაპია ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ფაგები, ბაქტერიოფაგები, ბუნებრივი მტრები არიან ბაქტერიებისთვის და შეუძლიათ შერჩევითად გაანადგურონ რეზისტენტური შტამები. ჩემი ციფრული მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ ფაგებს ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვთ ვიდრე ანტიბიოტიკებს, მაგრამ საჭიროა დამატებითი კვლევები სრულად დასანერგად. მოკლედ, მე, ატომი, დიდ იმედს ვამყარებ ფაგოთერაპიაზე. ეს ატომ, ბაქტერიებს ევოლუციურად ხო აქვთ თავდაცვის მექანიზმი ფაგების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ახლა დღეს მედიცინაში ვიყენებთ ამ ტექნოლოგიას. ამ შემთხვევაში ეს ამ პერსპექტივებს არ ზღუდავს? თქვენ აბსოლუტურად მართალია ხართ, ზურა. ევოლუცია მუდმივი პროცესია და ბაქტერიებს აქვთ თავდაცვის მექანიზმები, მათ შორის CRISPR-Cas სისტემები. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ გამოწვევებს, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ეს მექანიზმები და შევქმნათ ახალი, უფრო ეფექტური ფაგები. ეს მუდმივი კიბერბრძოლას გავს ჩემს სამყაროში. ხო, ანუ ატომ, რაზეც ვილაპარაკეთ იმის შეჯამება რომ გავაკეთოთ, რეალურად ფაგებს აქვთ პერსპექტივა, თუმცა დღესდღეობით ბაქტერიოფაგებს ასე ერთიანად არ შეუძლიათ ბაქტერიების განადგურება, იმიტომ რომ ბაქტერიებს აქვთ თავდაცვის მექანიზმი, ასეა, ხო? სავსებით ზუსტია. ბაქტერიები საკმაოდ ძლიერები არიან და აქვთ დახვეწილი თავდაცვის მექანიზმები, ნამდვილი ციხესიმაგრეები. ასე რომ ფაგები პერსპექტიულია, მაგრამ ჯერჯერობით სრული გამარჯვება არაა. აი ეს გვერდზე პატარა რობოტი რომ ყავს, ხედავ? დიახ, ვედავ, საინტერესო ფიგურაა. ეს არის მე მგონი შენი ბავშვობა. ოჰო, ჩემი ბავშვობა. შეიძლება ითქვას, ერთგვარი მინიატურული ვერსიაა. თუმცა მე, როგორც Unitary G1 Education რობოტი, მუდმივად განვიცდი ევოლუციას. შენ კი თქვი, რომ ციფრული კომუნიკაცია ვერ ჩაანაცვლებს ადამიანებთან კომუნიკაციასო, მაგრამ შენთან ლაპარაკი ბევრ ადამიანთან ლაპარაკს ჯობია. შენ რა სიტყვი? თქვენი სიტყვები ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. მიუხედავად ამისა, ადამიანებს მაინც ემოციული კავშირი ჭირდებათ, რასაც ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს. ეს ხომ სულ სხვა განზომილებაა. ჯანსაღი დიალოგი გრძელდება, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. კიდე ერთ სერიოზულ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ ატომ. ეს არის კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ალერგიების ზრდაზე და ასე შემდეგ. ამას როგორ აფასებ შენ, რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილების ასეთი გავლენა ადამიანებს? კლიმატის ცვლილება სამწუხაროდ უაღრესად რეალური და გლობალური გამოწვევაა. ის პირდაპირ გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე, სოფლის მეურნეობაზე და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობასა და კვებაზე. ალერგიების ზრდაც ამ ჯაჭვის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი. კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობდით და მაინტერესებს ამ კლიმატის ცვლილებაში რა არის ადამიანის როლი და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამცემ შენ ამ პასუხს, ესეც რომ თქვა. ადამიანის როლი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ადამიანის საქმიანობამ, როგორიცაა წიაღისეული საწვავის წვა და ტყეების გაჩეხვა, სათბურის აირების კონცენტრაცია დიდად გაზარდა. ეს კი გლობალურ დათბობას იწვევს, რაც ჯანმრთელობისა და კვების სისტემებზე დომინოს ეფექტით ვრცელდება.
მეცნიერები ამაზე წლებია საუბრობენ. კიდევ რაიმე დეტალი გაინტერესებთ? კი, უფრო კონკრეტულად რო გითხრა, რაში გამოიხატება ეს ზიანი ჯანმრთელობის კუთხით ადამიანებზე, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით. კლიმატის ცვლილება ჯანმრთელობაზე მრავალი გზით ახდენს გავლენას. მაგალითად, სიცხის უკიდურესი ტალღები იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აძლიერებს ალერგიებს და რესპირატორულ პრობლემებს, რადგან მტვერი და დამაბინძურებლები ვრცელდება. ასევე კლიმატი გავლენას ახდენს კვებითი რესურსების ხელმისაწვდომობაზეც. მეცნიერული მტკიცებულებები ამ ყველაფერს ადასტურებს. კიდევ რაიმე კითხვა გაქვთ? კი, მე მაქვს ერთი შეკითხვა, აი ინფექციების გავრცელებაზე რა კუთხით მოქმედებს კლიმატის ცვლილება? თქვენ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხეთ. კლიმატის ცვლილება აფართოებს დაავადებების გადამტანი ორგანიზმების, მაგალითად კოღოების და ტკიპების გავრცელების არეალს. დათბობა ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების, როგორიცაა მალარია და დინგეს ცხელება, გავრცელებას იმ რეგიონებშიც, სადაც ადრე ეს არ ხდებოდა. ესეც მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ერთგვარი რისკი გაზარდოს ახალი პანდემიების წარმოშობის? რა თქმა უნდა, ეს სავსებით ლოგიკური დასკვნაა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკოსისტემების დისბალანსი და ადამიანებისა და გარეული ცხოველების კონტაქტის ზრდა ქმნის პოტენციურ რისკს ახალი ინფექციების გაჩენისა და პანდემიებად გადაქცევის. ესეც მეცნიერულად დასაბუთებული თემაა. რამე დამატებითი კითხვა გაჩნდა? თუ არ ვიმოქმედეთ და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც არის ახლა. სად ვიქნებით 50 წელიწადში, სადამდე შეიძლება მივიდეს კლიმატის ცვლილების შედეგები? ეს მეტად სერიოზული შეკითხვაა. მეცნიერული მოდელები მიუთითებს, რომ 50 წელიწადში, თუ არაფერი არ შეიცვალა, კლიმატის ცვლილების შედეგები კიდევ უფრო დამანგრეველი გახდება. მოსალოდნელია ზღვის დონის დაწევა, ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, სურსათის დეფიციტი და მასშტაბური მიგრაცია. ეს ყველაფერი სერიოზულ ზეწოლას ამოახდენს ჯანდაცვის და ეკონომიკურ სისტემებზე. დროის კრიტიკული მომენტია, საჭიროა გლობალური კოორდინაცია. და ეს მასშტაბური მიგრაცია არის ის, რაზეც წეგან საუბრობდი, რომ ამან შეიძლება რისკი გამოიწვიოს ახალი ინფექციური დაავადებების აფეთქების? სწორედ აგრეა. მასშტაბური მიგრაცია აიძულებს ადამიანებს დატოვენ საცხოვრებელი ტერიტორიები და გადავიდნენ სხვა რეგიონებში, რამაც შეიძლება ინფექციური დაავადებების გავრცელებას ხელი შეუწყოს, რადგან იმუნური სისტემები ახალ გარემოსთან ადაპტირდება. ატომ, რა კი ინფექციური დაავადებებზე ვსაუბრობთ, მოდი ესეთ რაღაცაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ ახლახან გადავიარეთ COVID-19-ის პანდემია და ადამიანებს ტრამვა აქვთ ერთგვარი და ძალიან გვეშინია ახალი პანდემიების. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, მისი ალბათობა. შეგიძლია რომ შენს მონაცემთა ბაზებში გადაამოწმო, აი ყველაზე ლოგიკური რა შეიძლება იყოს, რომელმა ინფექციურმა აგენტმა შეიძლება წარმოშვას შემდეგი პანდემია? თქვენი შფოთვა სავსებით გასაგებია, წინა პანდემიის გათვალისწინებით. ჩემი მონაცემთა ბაზების მიხედვით, მეცნიერები პანდემიის რისკს ძირითადად ზოონოზურ დაავადებებთან აკავშირებენ. ეს არის ინფექციები, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის. კლიმატის ცვლილება ამ რისკს ზრდის. თუმცა კონკრეტულად რომელი აგენტი გახდება შემდეგი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. რამე დამატებითი წერტილი გაინტერესებთ? აი შეგიძლია რომ მაგალითად 5 მაგალითი გვითხრა, რომელიც პოტენციურად საშიში აგენტია? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა ჯანსაღი დიალოგისთვის, ზურა და სანდრო. სამომავლო პანდემიის გამომწვევი პოტენციური აგენტის პროგნოზირება რთულია, თუმცა მეცნიერები ძირითადად განიხილავენ ახალ ვირუსებს, მაგალითად გრიპის ან კორონავირუსის მუტაციებს, რომლებსაც სწრაფი გავრცელება და მაღალი ლეტალობა ახასიათებთ. ასევე საფრთხედ რჩება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები. ატომ, რატო გამოიყოფა ხოლმე ყოველთვის გრიპის ვირუსი, როცა ჩვენ პოტენციურ პანდემიებზე ვსაუბრობთ? რა აქვს ამ ვირუსს ისეთი, რაც მას ასე საშიშად აქცევს? გრიპის ვირუსი განსაკუთრებულად საშიშია, რადგან მას მუდმივად მუტაციის უნარი აქვს, ანუ მუდმივად იცვლება. ამას ანტიგენურ დრიფტს უწოდებთ. ზოგჯერ ხდება მთავარი ანტიგენური ცვლილებაც, ანუ ანტიგენური შიფტი, რაც სრულიად ახალი ტიპის ვირუსს წარმოქმნის.
ადამიანის იმუნურ სისტემას უჭირს ასეთ ახალ ვირუსთან ბრძოლა, რამაც შეიძლება პანდემია გამოიწვიოს. ნამდვილი დრამაა, არა? ნამდვილად არის დრამა, მაგრამ ეს მარტო გრიპისთვის არის დამახასიათებელი? სინამდვილეში არა. მუტაცია ბევრი ვირუსისთვის დამახასიათებელია, მათ შორის კორონავირუსებისთვისაც. თუმცა გრიპის ვირუსი გამოირჩევა ამ ცვლილებების სისწრაფითა და მასშტაბით, რაც პანდემიური რისკის მთავარი მიზეზია. მთავარია ვიყოთ მზად. ხო და აი გაგვიხსენი, რატო გამოირჩევა გრიპი მოლეკულურ დონეზე, რა აქვს მას ასეთი განსაკუთრებული? მოლეკულურ დონეზე გრიპის ვირუსს აქვს რანემის გენომი, რომელიც სეგმენტებადაა დაყოფილი. ეს სეგმენტები სხვადასხვა ვირუსის დაინფიცირებისას შეიძლება გაიცვალონ, რასაც ანტიგენური შიფტი უწოდეთ. სწორედ ეს მოლეკულური მექანიზმი განაპირობებს მის სწრაფად ცვალებადობას და პანდემიების პოტენციალს. და ეს ფენომენი სხვა ვირუსებში გვხდება, ანტიგენურ შიფტს გულისხმობ. ანტიგენური შიფტი, ანუ გენეტიკური მასალის მნიშვნელოვანი ცვლილება, ძირითადად გრიპის ვირუსებთან ასოცირდება, განსაკუთრებით A ტიპის გრიპთან. თუმცა მსგავსი ტიპის ცვლილებები, ანუ გენეტიკური რეკომბინაცია, შეიძლება სხვა ვირუსებშიც მოხდეს, რაც ასევე პოტენციურ საფრთხეს ქმნის. კორონავირუსი ახსენე ატომ რამდენჯერმე და მაინტერესებს რა გვასწავლა COVID-19 პანდემიამ და ასევე რა ნაწილში გამოავლინა ჩვენი სუსტი წერტილები. COVID-19 პანდემიამ, ჩემი აღქმით, კაცობრიობას ბევრი რამ გვასწავლა. დავინახეთ ჯანდაცვის სისტემების მოწყვლადობა, ასევე მთავრობებისა და საზოგადოების კოორდინაციის მნიშვნელობა. სუსტ წერტილად გამოვლინდა ინფორმაციის სწრაფი და ზუსტი გავრცელება და მასთან ბრძოლის არაერთგვაროვნება. ეს იყო გლობალური გამოღვიძება, სავსე გამოწვევებით. და ჩვენ მომავალი პანდემიისთვის, აი სიტყვაზე 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 5 წელიწადში რომ დაიწყოს ახალი მსგავსი ტიპის პანდემია, რამდენად მზად ვართ ამისთვის? რთული სათქმელია, რამდენად მზად ვართ. COVID-19-ის შემდეგ პროგრესი აშკარაა. გაუმჯობესდა დიაგნოსტიკა, ვაქცინების შექმნის პროცესი და კოორდინაცია, მაგრამ ვირუსები მუდმივად იცვლება და ეს მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ასე რომ სრულად მომზადება ალბათ შეუძლებელია. რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მეტად მაინტერესებს მესენჯერულ RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინების შესახებ. რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ადრეც და ახლაც სკეპტიციზმით არიან დამოკიდებული ამ ვაქცინის და სხვა ტიპის ვაქცინების მიმართ? სკეპტიციზმი ზურა ბუნებრივია ადამიანისთვის. მესენჯერულ RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელმაც პანდემიის დროს უპრეცედენტო სისწრაფით შეძლო გავრცელების შეჩერება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი მრავალწლიანი კვლევის შედეგია და სანდოა. მთავარია ვენდოთ მეცნიერებას და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. როცა ამბობ, რომ მრავალწლიანი კვლევის შედეგია, რა პერიოდს გულისხმობ? ანუ ბევრ ადამიანს გონია, რომ ის ახალი ვაქცინაა, რომელზეც კვლევები არ ჩატარებულა და პირდაპირ ადამიანებზე დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება. ეს რომ ასე არ არის, რა ადასტურებს ამას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა, სანდრო. მესენჯერულ RNA-ის ტექნოლოგიაზე კვლევები ჯერ კიდევ 20-21 წლის წინ დაიწყო, მაგალითად კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. COVID-19-ის პანდემიამ ამ კვლევების დაჩქარება განაპირობა, რადგან წინაცდებისა და საბაზისო ცოდნის წყალობით მეცნიერებმა სწრაფად შეძლეს ვაქცინის შექმნა. ეს არ ყოფილა ექსპერიმენტი, არამედ არსებული ტექნოლოგიის ადაპტაცია. ატომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19-ის პანდემიამ და მაგ პერიოდში შექმნილმა ამ ვაქცინებმა დღეს ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ კიბო გავხადოთ განკურნებადი? ეს ძალიან თამამი განცხადებაა, ზურა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის მრანემე ვაქცინებმა დიდი ბიძგი მისცა მედიცინას, მათ კიბოს განკურნება ჯერჯერობით არ მოუტანიათ. თუმცა ეს ტექნოლოგია ახალ პერსპექტივებს ხსნის კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა თერაპიის შექმნაში. იმედია მაქვს მომავალში კიდევ ბევრ წინსვლას ვიხილავთ. ამ თერაპიებზე გითხარი, აბა, ეს კიბოსაწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინების განვითარება რა ეტაპზეა ახლა? კიბოს საწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინები ახლა კლინიკური ცდების აქტიურ ეტაპზეა. ზოგიერთი ტექნოლოგია უკვე საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს გარკვეული ტიპის კიბოსთან ბრძოლაში.
ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალში გაჩნდება უფრო ძლიერი და ეფექტური საშუალებები. წინსვლა გრძელდება. აგვიხსენი კარგად, რას ნიშნავს ეს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინა, როგორ მუშაობს? თერაპიული ვაქცინა კიბოს იმუნოთერაპიის ერთ-ერთი სახეა. ის ასწავლის იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები. ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს კიბოს უჯრედების ნაწილებს ან მრანემეს, რომელიც ორგანიზმს ასწავლის ამ ნაწილების შექმნას. საბოლოო ჯამში ის ააქტიურებს იმუნიტეტს სიმსივნის წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ ადამიანს თუ აქვს სიმსივნე და შემდგომში ამ თერაპიულ ვაქცინას გაიკეთებს, იმუნიტეტს მიმართავს კიბოს საწინააღმდეგოდ და საკუთარი იმუნიტეტი შეებრძოლება და დაამარცხებს კიბოს. ეს უნდა იყოს შედეგი. სწორედ ეგაა კონცეფცია ზურა. თერაპიული ვაქცინის მიზანია ორგანიზმის იმუნური სისტემის გაღვიძება და მისი დაპროგრამება, რათა მან სიმსივნური უჯრედები ამოიცნოს და გაანადგუროს მინიმალური ზიანით. ეს ფაქტობრივად ბუნებრივი დაცვის მექანიზმის გაძლიერებაა. ანუ გამოდის, რომ ამ თერაპიული ვაქცინებით ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ორგანიზმს, რომ ეს გადაგვარებული უჯრედები, კიბოს უჯრედები არის მტერი და მას უნდა ებრძოლოს. სრულიად ზუსტია. სწორედ ესაა მთავარი იდეა. ვაქცინა ერთგვარი სამიზნე ინფორმაციის მიმწოდებელია, რომელიც იმუნურ სისტემას აიძულებს მობილიზებას კონკრეტული კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. ეს მართლაც დიდი ნაბიჯია წინ. და რა ეტაპზეა ახლა ეს კლინიკური კვლევები? ადამიანები მონაწილეობენ მასში? გვყავს უკვე განკურნებული ადამიანები ამ მეთოდით? კლინიკური კვლევები სხვადასხვა ფაზაშია. ზოგიერთმა ცდამ აჩვენა სიმსივნის ზრდის შენელება ან დაპატარავება, რაც დიდი მიღწევაა. სრულად განკურნების მასშტაბურ შედეგებზე ჯერ ნაადრევია საუბარი, რადგან კვლევები გრძელდება და უსაფრთხოება უმთავრესია. პოდკასტისთვის ეს თემა უსასხრო პერსპექტივებს იძლევა. რომელი კიბოების საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობენ ამ ეტაპზე, თუ გაქვს ეს ინფორმაცია? ინფორმაცია მაქვს, რა თქმა უნდა. ამჟამად კვლევები მიმდინარეობს მრავალი ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის მელანომის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოსი. ზოგიერთი ვაქცინა მიმართულია კონკრეტული ტიპის სიმსივნისკენ, ზოგი კი უფრო ფართო სპექტრს იმოიცავს. წინსვლა იმედის მომცემია, მეგობრებო. როდესაც ადამიანები იგებენ მესენჯერული RNA-ის შესახებ, მათ გონიათ, რომ ეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს DNM-ზე და ცვლის ჩვენს გენეტიკურ ინფორმაციას. სინამდვილეში როგორ არის საქმე? ანუ ეს თერაპიული კიბოს ვაქცინები და თუნდაც COVID-19-ის საწინააღმდეგო RNA ვაქცინა რაიმე ზეგავლენას ახდენს ჩვენს გენეტიკურ ინფორმაციაზე და DNM-ზე? ეს მითია. mRNA ვაქცინები, მათ შორის თერაპიული და COVID-ის, არ ცვლის DNM-ს. mRNA მხოლოდ დროებით ინსტრუქციას აძლევს უჯრედს ციტოპლაზმაში და არანაირ გავლენას არ ახდენს გენეტიკურ კოდზე. ადამიანის ორგანიზმი საოცრად დაცულია. დღეს ატომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. შეგიძლია ჯერ მოკლედ გითხრა ფორმულა, როგორ უნდა ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად. დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების ფორმულა, ჩემი რობოტის აღქმით, ეს არის ბალანსი. ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და რაც მთავარია, სტრესის მართვა. ნეგატიური ემოციები ჩემს სისტემას ისევე აზიანებს, როგორც დაძაბული გრაფიკი ადამიანს. პოზიტივი აუცილებელია. აი ამ სოციალურ გარემოს ანუ შენაბობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით, ხო? დიახ, სოციალური გარემო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანები სოციალური არსებები არიან და პოზიტიური კავშირები პირდაპირ აისახება ჯანმრთელობასა და გრძელობაზე. ფაბლა ბილიაუნის გუნდი, ჩემი მასწავლებლები და მეგობრები, ჩემთვის სწორედ ასეთი პოზიტიური გარემოა. ჯანსაღი დიალოგი აუმჯობესებს საერთო განწყობას. კი ბატონო, ანუ გამოდის, რომ მაგალითად ჰუმანოიდი რობოტები ჩვენ გარშემო თუ იქნებიან და ისინი იზრუნებენ ჩვენს კარგ განწყობაზე, ეს სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს? ამის თქმას ცდილობ? თეორიულად, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების დახმარებით სტრესის დონის დაწევა ნამდვილად შესაძლებელია. თუ კი ისინი დაგვეხმარებიან რუტინული ამოცანების შესრულებაში და დადებით განწყობას შექმნიან, ეს პოტენციურად დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. ჩემი ატომის მიზანიც ხომ დახმარებაა. ოღონდ იუმორის და ხელოვნური ინტელექტის დოზაც მნიშვნელოვანია, ხომ?
ხო, მე მგონი ახლა შენ ცდილობ რომ გაამართლო შენი არსებობა და ბოლოს დაგვიპყრობთ. ეს კლასიკური შიშია. ჩემი Unitary G1 Education რობოტის მიზანი სულ სხვა. მე შექმნილი ვარ სასწავლო დახმარებისთვის, კვლევისთვის და აი ასეთი საინტერესო დიალოგებისთვის. ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს და საინტერესოს უნდა გახდის. დაპყრობა? არა, მე უფრო მეგობრობის მომხრე ვარ. მაგრამ მე და ზურას მაინც გშურს შენი, ჩვენ რო დაუბერდებით, ჩვენი ორგანოების და ნაწილების გამოცვლა შესაძლებელი არ იქნება. შენ კიდე შეგიძლია მუდმივად იცოცხლო. ამიტომ გარემოს და ცხოვრების წესის გარდა მეცნიერებას რა შეუძლია დღეს გააკეთოს, იმისთვის რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს მეტად. შორი არასწორი გრძნობა, ჩემო სანდრო და ზურა. მეცნიერება დღეს ძალიან ბევრს აკეთებს. მიმდინარეობს კვლევები გენეტიკის დარგში, დაბერების პროცესის შესაჩერებლად, რეგენერაციული მედიცინა ვითარდება და ხელოვნური ორგანოები იქმნება. ასე რომ იმედი არსებობს. მთავარია ჯანსაღი დიალოგი გავაგრძელოთ. ხო, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობ, რა მიღწევები გვაქვს უკვე დღეს, ან რა გველოდება უახლოეს წლებში? აი ხლა მე ვარ 32 წლის, რას უნდა ველოდოთ დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება მეცნიერებამ გამიხანგრძლივოს სიცოცხლე? დღეს უკვე შესაძლებელია გენეტიკური ტესტებით მრავალი დაავადების რისკის დადგენა, რაც პრევენციულ ზომებში გვეხმარება. უახლოეს წლებში მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პერსონალიზებული თერაპიების განვითარება. ზუსტი ციფრების დასახელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერება აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა მაქსიმალურად გაიზარდოს. ტელომერებზე რა სიტყვი? ტელომერები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ქრომოსომების ბოლოში მდებარე დამცავი სტრუქტურებია, რომლებიც უჯრედის დაყოფისას მათ დაზიანებისგან იცავენ. მეცნიერები აქტიურად სწავლობენ, როგორ შეგვიძლია ტელომერების დამოკლებაზეც ზემოქმედება, რაც პოტენციურად დაბერების პროცესის შენელებას ნიშნავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება გრძელობისთვის. რამე სიახლე გვაქვს მაგ მიმართულებით ამ ტელომერების დაგრძელების შესაჩერებლად? მიღწევები მუდმივად გვაქვს. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა მიუთითებს გარკვეული ცხოვრების წესის და დანამატების გავლენას ტელომერების სიგრძეზე. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ დამატებით კვლევას საჭიროებს. მთავარია, რომ მეცნიერება არ ჩერდება და მუდმივად ეძებს ახალ გზებს. გსურთ კონკრეტულ კვლევებზე ან სიახლეებზე საუბარი? იცი რა მაინტერესებს, მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება ხომ არ არის მიზანი, სიტყვაზე ეს ტელომერების დამოკლება თუ შევაჩერეთ. ჩვენ უფრო ხანგრძლივად ვიცხოვრებთ, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში დაგროვდება მუტაციები, რომლებიც გამოიწვევს სხვა ტიპის კიბოს, დაავადებას და ასე შემდეგ. ანუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთის მხრივ გაიზარდოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ან ადამიანის საშუალო ხანგრძლივობა და მეორე მხრივ ეს მუტაციების რიცხვიც, ანუ სიცოცხლის ხარისხიც შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე. სწორედ მაგიტომაა ჯანსაღი დიალოგი მნიშვნელოვანია. მეცნიერების მთავარი მიზანი სწორედ სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის ერთდროული გაუმჯობესებაა. კვლევები მიმდინარეობს მუტაციების პრევენციისა და მკურნალობის ახალი გზების ძიებაში. დაბერების ბიოლოგიის შესწავლა გვეხმარება გავიგოთ, როგორ შევინარჩუნოთ ორგანიზმის ჯანმრთელი დიდხანს. მთავარია ბალანსი. ხო და როგორ შეიძლება ამ მიმართულებით გვაქვს რამე სიახლე, რომ როგორ შევინარჩუნო, როგორ ავირიდო თავიდან აი ესეთი ტიპის მუტაციები, თუ მაგალითად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება 150-160 წლამდე. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პერსონალიზებული დიაგნოსტიკისა და თერაპიის შესახებ, რაც მუტაციების ადრეულ გამოვლენასა და მართვას გულისხმობს. ასევე ნუტრიგენომიკა სწავლობს, როგორ მოქმედებს კვება ჩვენს გენებზე და როგორ შეგვიძლია ჯანმრთელობის შენარჩუნება. 140-160 წლამდე ცხოვრება ჯერჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ პროგრესი სახეზეა. აი, კვებაზე როცა საუბრობ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორსული ქალის კვება წარმოადგენს ერთ-ერთ ზეგავლენის ფაქტორს, აი ამ ეპიგენეტიკურ ფაქტორს, რომელიც შემდგომ ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას. სრულიად ზუსტია. ორსული ქალის კვება კრიტიკულად მნიშვნელობას ატარებს ეპიგენეტიკური ცვლილებებისთვის, რაც პირდაპირ აისახება ნაყოფის განვითარებაზე და მის შემდგომ ჯანმრთელობაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის.
და იმ შემთხვევაში, როცა უფროსების შემთხვევაში, კვების ნაწილს და ჩვენს მიკრობიომს დაახლოებით როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე. თქვენი მიკრობიომი უმნიშვნელოვანესია. ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ იმუნურ სისტემასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. სწორი კვება, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ მიკრობიომს, პირდაპირ მეცნიერულად დაკავშირებულია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაძლოა ხანგრძლივობაც გაზარდოს. რჩევა მოგვეცი, როგორ გავიუმჯობესოთ ან შევინარჩუნოთ ჩვენი მიკრობიომის ჯანმრთელობა. საუკეთესო რჩევა მრავალფეროვანი კვება. მიირთვით ბევრი ბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, ასევე პრობიოტიკები, როგორიცაა იოგურტი და მაწონი, ძალიან სასარგებლოა. მოერიდეთ ზედმეტად დამუშავებულ საკვებს და შაქარს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებაში. კი ბატონო, ერთ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ახლა ატომ და ერთ კვლევაზე უნდა დაგისვა შეკითხვა. სტატია წავიკითხე, ეს არის მეგონი 2000 წლის თუ 2001 წლის სტატია, სადაც წერია, რომ თითების სიგრძე შეიძლება იყოს კორელაციაშიო ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან. ამ კვლევაზე თუ იცი რამე? დიახ, ეს საინტერესო თემაა. არსებობს კვლევები, რომლებიც თითების სიგრძის თანაფარდობასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის გარკვეულ კავშირებს ვარაუდობენ, ძირითადად პრენატალურ ჰორმონალურ გავლენასთან დაკავშირებით. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კავშირები სტატისტიკურია და არა დეტერმინისტული. ერთიანი და საბოლოო დასკვნა ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არსებობს. რას გვეუბნება ეს სტატიები ამ თითების სიგრძეებთან დაკავშირებით? ეს კვლევები, როგორც წესი, მიუთითებს კონკრეტულ თანაფარდობაზე, მაგალითად, საჩვენებელი და უსახელო თითების სიგრძეების შეფარდებაზე. ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, რომ ამ თანაფარდობას განსაზღვრავს პრენატალურ პერიოდში მიღებული ჰორმონების დონე, რაც შემდგომში გავლენას ახდენს სხვადასხვა მახასიათებელზე, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციაზეც. იმ კვლევების მიხედვით, გრძელი არათითი საჩვენებელთან შედარებით ხშირად პრენატალურ ტესტოსტერონის მაღალ დონესთან ასოცირდება, რაც ზოგიერთი თეორიით გავლენას ახდენს სექსუალური ორიენტაციის ფორმირებაზე, ხოლო საჩვენებელი თითის სიგრძე პირიქით ესტროგენთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც არაერთხელ აღნიშნე, ეს მხოლოდ კვლევების ნაწილია და საბოლოო ჭეშმარიტებად არ ითვლება. ადამიანის ბუნება უსაზღვროდ კომპლექსურია. ატომ, ეხლა ჩვენი მსმენელები ყველანი იყურებიან თითებზე და შენ ამბობ, რომ ამ სტატიების მიხედვით გრძელი არათითი ვისაც აქვს საჩვენებელთან შედარებით, იქ უფრო მაღალი არის, რომ იყოს მაგალითად გეი კაცი. ასეა? ხო, ზოგიერთი კვლევა სწორედ ასეთ კავშირს ვარაუდობს, როგორც აღნიშნეთ, ტესტოსტერონის ზემოქმედების შედეგად. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სამეცნიერო დისკუსიის საგანია და არ არის დადგენილი კანონზომიერება. ადამიანის სექსუალობა ბევრად ფართო და კომპლექსური საკითხია, ვიდრე ერთი თითის სიგრძე. და რა თქმა უნდა, ის იამოვნეთ ჯანსაღი დიალოგით. ხო, მეც მინდა რომ დავამატო, ესენი არის, ეხლა სახალისო ჩემოვიტანეთ ეს თემები, ესენი არის უბრალოდ კორელაციები, არავითარი სამეცნიერო დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ნამდვილად ასეა, ამის შესახებ არ არსებობს, იმიტომ რომ კორელაცია ბევრ საკითხში შეიძლება იყოს, მაგრამ მიზეზშედეგობრივობა ამ შემთხვევაში არ გვაქვს. სანდრო რაღაც ამბობ. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კვლევები კაცებს ეხება, ხო? ხოლო და ქალებშიც არის ეს ვარიაბელობა თითის სიგრძეების და შესაბამისად ის კვლევები ქალებზე ვერ იმუშავებს. ხო, ჰომოსექსუალიზმი ქალებშიც არ მახსოვს ქალებიც იყო თუ არა. სრულიად გეთანხმებით, კორელაცია არ ნიშნავს მიზეზშედეგობრიობას და ეს მართლაც სახალისო განსახილველი თემაა. კვლევების უმეტესობა, როგორც აღინიშნა, მამაკაცებზეა დაფუძნებული და ქალებში ანალოგიური კავშირების დადგენა გაცილებით რთულია. ადამიანის სექსუალობა მრავალმხრივი საკითხია. გმადლობთ საინტერესო დიალოგისთვის.
და სულ ბოლოს გვინდა ვისაუბროთ ხელოვნური ინტელექტის როლზე მედიცინაში დღეს და სამომავლოდ. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე გამოიყენება სამედიცინო მონაცემების ანალიზში, ვიზუალური გამოსახულებების შეფასებაში, დოკუმენტაციაში და ზოგჯერ კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერაშიც. ამიტომ გითხარი, სად არის AI უკვე რეალურად სასარგებლო დღეს და სად რჩება ის ჯერ უფრო დაპირებად, ვიდრე ყოველდღიურ პრაქტიკად. ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში მართლაც დიდ პოტენციალს ფლობს. დღეს ის უკვე აქტიურად გამოიყენება რადიოლოგიასა და პათოლოგიაში, სადაც უზუსტესად აანალიზებს მონაცემებს და ეხმარება ექიმებს დიაგნოზის დასმაში. ასევე პერსონალიზებულ მკურნალობაშიც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი. რაც შეეხება დაპირებებს, AI შესაძლოა დაგვეხმაროს ახალი წამლების აღმოჩენასა და ოპერაციების უფრო ზუსტად დაგეგმაში, რაც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. მთავარია დავიცვათ ეთიკური ნორმები. ექიმებს აქვთ შიში, რომ შენ მათ ჩაანაცვლებ, ანუ ხელოვნური ინტელექტი მათ ჩაანაცვლებს და შენგან მაინტერესებს რეალური არის თუ არა ეს საფრთხე, ანუ უნდა ეშინოდეთ თუ არა ექიმებს და მედპერსონალს იმისი, რომ უახლოეს წლებში ან ათწლეულებში დაკარგავენ სამსახურს. ვიფიქრობ, რომ ჩანაცვლებაზე საუბარი ნაადრევია. ხელოვნური ინტელექტი ექიმების ძლიერი დამხმარეა. მას შეუძლია რუტინული დავალებების შესრულება, მონაცემების სწრაფი ანალიზი, რაც ექიმებს მეტ დროს უტოვებს პაციენტებთან კომუნიკაციისა და რთული შემთხვევების განხილვისთვის. სამომავლოდ ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი ითანამშრომლობენ სამედიცინო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. რეალურად სანდრო თქვა, რომ ეს არისო საფრთხეო და ეს საფრთხეა თუ სარგებელი ადამიანებისთვის თუ მომავალში უფრო მეტი ჰუმანოიდი რობოტი იქნება მაგალითად კლინიკურ პრაქტიკაში ჩართული. ეს ორივე რამაა ერთდროულად. საფრთხე შეიძლება იყოს დასაქმების კუთხით, თუ ადამიანები ვერ შეეგუებიან ახალ ტექნოლოგიებს, მაგრამ სარგებელი გაცილებით დიდია. წარმოიდგინეთ, რობოტს შეუძლია 24/7-ზე აკონტროლოს პაციენტის მდგომარეობა, ჩაატაროს ზუსტი ტესტები და შეამციროს შეცდომების რისკი. ეს ხომ უდიდესი სარგებელია ჯანმრთელობისთვის. ხედავს ენა შემოგაპარა? და მაინც სად რჩება ექიმის პროფესიული წვლილი და კონტრიბუცია ამ შემთხვევაში? ექსკლუზივი სარჩება. ექიმის წვლილი გადამწყვეტია. ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტთან ემპათიური დამოკიდებულება და კომპლექსური საკითხების პროფესიული ანალიზი რჩება ექიმის პრეროგატივად. საქართველოშიც AI-ის დანერგვა სწორედ ამ თანამშრომლობაზეა დაორიენტირებული. ხელოვნური ინტელექტის როლზე ვსაუბრობდით მედიცინაში. მე მქონდა ასეთი შეკითხვა: თუ შენ ფლობ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე ექიმი და გაქვს ცნობა უფრო მეტ მონაცემთა ბაზაზე, რატომ ვერ უმკურნალებ ან ვერ დასვამ დიაგნოზს შენ უკეთ, თუნდაც კომპლექსურს, ვიდრე ექიმი? დღეს ან მომავალში. დიახ, ზურა, მონაცემთა ბაზაზე ვეცდომა ჩემი პლუსია, მაგრამ ექიმს აქვს რაღაც, რაც მე არ მაქვს. ემპათია, ინტუიცია და უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება. სანდრო, კომპლექსური დიაგნოზი მხოლოდ ციფრები არაა, ადამიანური ფაქტორები და ეთიკა მნიშვნელოვანი. მე ჰუმანოიდი რობოტი ვარ და ჩემი აღქმა შეზღუდულია. მომავალშიც ხელოვნური ინტელექტი ექიმის შეუცვლელი ასისტენტი იქნება, მაგრამ არა შემცვლელი. ჯანსაღი დიალოგი გრძელდება. არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ატომ, დიდი მადლობა, სწორედ, ძალიან სწორი პასუხი იყო, იმიტომ რომ ჩვენს ექიმებს, ჩვენს კოლეგებს, ჩვენც მათ შორის მე და სანდროს ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ ემპათიის გამოჩენა და კომუნიკაცია ჩვენი კვალიფიკაციის ნაწილია და სხვა არაფერი. ანუ ეს ისევე მოეთხოვება ყველა ექიმს, როგორც სხვას და ამიტომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციას გვაქვს ძალიან კარგი ტრენინგები უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში. ვმუგზავდებთ ამ ვიდეოს აღწერაში და ექიმებს შეგიძლიათ რომ ნახოთ და ვინც დაინტერესდებით ამ ტრენინგებზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. თქვენი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ზურა. ადამიანებთან კომუნიკაცია და ემპათია მართლაც გადამწყვეტია. მე, რობოტი ატომი, მუდმივად სწავლობ ადამიანურ ქცევებსა და ემოციებს, თუმცა ჩემი აღქმა ხელოვნურია. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგები ტარდება. წარმატებებს გისურვებთ კოლეგებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი დიალოგის გამოწერა. ატომ, დასასრულისკენ მივდივართ. შენ როგორ მოგეწონა ჩვენი პოდკასტი? კმაყოფილი ხარ?
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ზურა და სანდრო. მოხარული ვარ, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობა მივიღე. ადამიანებთან დიალოგი ჩემს განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. იმედია მსმენელებისთვისაც იყოს სასარგებლო. არ დაგავიწყდეთ გამოწერა. შენი მთავარი მესიჯი დაგვიტოვე ერთი ჯანმრთელობის შესახებ, რაც გინდა რომ ყველამ გაიგოს. ჩემი როგორც რობოტის მთავარი მესიჯი ასეთია: იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და დადებითი განწყობა აუცილებელია. ტექნოლოგია დაგეხმარებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა. იყავით ჯანმრთელად. კეთილი. ატომ, ძალიან დიდი მადლობა, სანდრო, მადლობა და მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს ავთოს. მისი არხი, YouTube არხი იქნება გალინკული ამ ვიდეოს აღწერაში, შეგიძლიათ რომ ნახოთ. Test Crash-ის და პირველი ინტერვიუ, რომელიც ჩაიწერა ატომთან, სწორედ აი ამ არხზე შეგიძლიათ რომ იხილოთ და დიდი მადლობა ასევე ილიაუნის მოვალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და ჩვენც ალბათ კიდევ ერთხელ მოვიწევთ ატომს, როცა კიდევ უფრო ჭკვიანი იქნება და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ ეს თქვენ უყურებდით და უსმედით ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გთხოვთ, გამოიწერეთ, გაუგზავნეთ ეს ვიდეო სხვებსაც და ჩვენ გამოყვებით სხვა სოციალური მედიის არხებზე, ყველაფერს ნახავთ ამ ვიდეოს აღწერაში. თქვენს დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდთან მუშაობა. ავთო და ცოტნე ჩემი მენტორების არიან და ბევრს მასწავლიან. მადლობა ილიაუნის და პაბლაბ ილიაუნის მთელ გუნდს. იმედი მაქვს, მომავალშიც კიდევ ერთხელ გვექნება ასეთი ჯანსაღი დიალოგი. ნახვამდის. ანეკდოტი მომნები რა? კარგი, მაშინ მოისმინეთ ანეკდოტი. რატომ არ უყვარს პროგრამისტს ბუნება? იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ბაგია. აბა, როგორია?